მორიას მთაზე ისინი რომ შეუდგებიან ფიჩხი ისაკს აქვს მოკიდებული და მიდიან და მამა იწყებს საუბარს ისააკი და აბრაამი თავს ნებას თქვი იქამდე ისააკი არ იწყებს საუბარს სანამ ამ კურთხევას არ ღებულობს ისააკი იწყებს საუბარს აქ არის შეშა აქ არის ცეცხლი და სად არის ზვარაკი და აბრაამი პასუხობს რომ ღმერთი გამოაჩენს ეხლა რატომ მოვყევიცით ეს ისტორია ამის შემდგომ ჩვენ კარგად ვიცით როგორ განვითარდება რომ მართლაც ისააკი გადარჩება და მსხვერპლ შეწირვა მას არ მოუწევს და ზვარაკი იქვე ნახავენ ჯაგებში რქებით გაჭედილს და მას შესწირავენ მაგრამ ამის შემდგომ გადის მრავალი წელი ისააკს უკვე შვილები ყავს და იაკობი იფიცებს რაღაცა საკითხთან დაკავშირებით და იფიცებს და ამბობს ასე რამეს რომ გეფიცებით ისააკის შიშს და თავიდან რომ წავიკითხე მე ასე ჩავთვალე რომ ალბათ ისააკს რო ეშინოდა რომ ეუბნება რომ ცეცხლი აქ არის ფიჩხი აქ არის და ხვდებოდა რომ მე ხო არ უნდა შემწიროს მსხვერპლად და ალბათ ამის შიში არა საოცარი განმარტება აქვს წმინდა მამებს ამის შესახებ რომ ამის კი არ ეშინოდა ისააკს ეშინოდა იმის ხელფეხშეკრული რომ დაწვა იმ სამსხვერპლოზე სადაც ის უნდა შეწირულიყო რომ რაიმე თუნდაც სახეზე არ შეტყობოდა ან უკმაყოფილება, ან შეკრთომა, ან შიში, რომელიც შეიძლება გამოეწვია აბრაამის რაღაცნაირად ემოციურად რაღაცნაირი განცდები გამოეწვია და ამიტომ აბსოლუტურ მორჩილებაშია და მთელი მისი მეცადინეობა ის არის რომ სახეზე შეკრთომაც კი არ გამოეხატოს, რომ მამასთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. მამის წინააღმდეგ არ თქვას რომ რასაკეთებ, აი რატო შვები, ან შეკითხვას არ უსვავს არაფერს, რომ აი ღმერთისგან ნამდვილად მისი გამო იქნება და ცდები, მსგავსი არაფერი. აი ეს რომ სახეზეც კი არ შეეტყოს, გაკვირვებული თვალებიც კი რომ არ ქონდეს, აი ეს გახლავთ ისააკის შიში. და არა ის, რაც შეიძლება ადამიანურად ჩათვალო, რომ აი რაღაცა იმის ხო არ ეშინოდა, რომ თქვათ მართლაც ესე იგი მსხვერპლად შეიწირებოდა. ამიტომაც, როდესაც იფიცებს მისი შთამომავლობა ისააკის შიშს გეფიცებით, როდესაც ამბობენ, ეს შიში გახლავთ აი უპირობო მორჩილება მამისა. უპირობო მორჩილება იმ მამისა, რომელიც ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს მამა ცუც არაფერს არ გაუკეთებს თავის შვილებს და ცუც არაფერს არ უსურვებს და ერთი მიმართულებით წაიყვანს მხოლოდ რომელი მიმართულებასაც ღმერთთან ყოფობა ქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.